მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. შემოგთავაზებთ აბსოლუტურად ყველა გადაღებულ ნაწყვეტს, რაც მაქვს ამ პერიოდის მანძილზე და ბოლოში ისევ დაგიბრუნდებით, რომ შევაჯამოთ რაზე ვიმუშავე, რა შედეგი მაქვს და ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი რაც ხდებოდა ამ პერიოდის მანძილზე. პატარა სიახლეებს გაგიზიარებთ, ძალიან მითამაშებს ხელი. მოკლედ, ორი ნივთის პროგრესი მაქვს უკვე. ერთი არის ყავისფერი კარდიგანი, რომელიც დავამთავრე და გაგიზიარებთ ვიდეოს ბოლოს დასრულებულს. მეორე არის ვარდისფერი კარდიგანი, რომელზეც მარტო ერთი მკლავი დამრჩა, მაგრამ თვლების ამოყვანა მკლავზე ცოტა მიზარება და გადავწყვიტე რომ აი ეს მომექსოვა. მარკერი წინა თამაშის მერე არ მომიხსნია, მაგის მერე უკვე აი ესეთი მაქვს დღევანდელი შედეგი და რაღაცა YouTube-ის ვიდეოს ვუყურებდი და ვქსოვდი და როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ანუ არ მინდოდა გაწყვეტა ძაფის მეთქი ჯერ სიგრძეს მოვქსოვ, მერე საყელოს გავაკეთებ, მერე მკლავს და ასე შემდეგ. აი ფერი ძალიან კარგად გადმოიცემა. მაგრამ ჩემმა ფისამ, ჩემაგივრად მიიღო გადაწყვეტილება, როდის რა უნდა მოვქსოვო და გამიწყვიტა ძაფი, ანუ რითიც ვქსოვდი, ეხლა ცალ-თვალით მიყურებს და გამოვიდა ისე, რომ ეს გაწყვეტილი ძაფი მაინც გადაბმა თუ მიწევს და მაინც უნდა მქონდეს კვანძი. ვფიქრობ, რომ დავაპაუზო სიგრძის ქსოვა და გავაფორმო ჯერ საყელო. დავრწმუნდე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც მქონდა ჩაფიქრებული. მერე მოვქსოვო მკლავები და მერე გადავიდე სიგრძის ქსოვაზე. თუმცა საქმე რაშია? -7 პროცესიდან, რომელიც წინა ვიდეოში ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაგიზიარეთ, სადაც ანუ ყველა პროცესზე ვილაპარაკე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეომდე კიდე ერთი ვლოგი მაქვს დამონტაჟებული უკვე, რომელიც მინდა რომ გამოვაქვეყნო. მოკლედ, ვიდეოში სადაც ვილაპარაკობდი რაოდენობაზე ჩემ პროცესში არსებულ ნივთებზე, ვთქვი რომ აქვს 7. ერთი უკვე დასრულდა და მეორე 85%-ით არის დასრულების გზაზე. დარჩენილია ეს ნივთი, დარჩენილია მალინისფერი ნაწნავებიანი ჯემპრი და ორი ნივთი, რომელსაც ვქსოვ ყაიზნაღით და საერთოდ არ მეჩქარება. ანუ როგორც ასეთი ჩხირებით საქსოვი ნივთი, რომელიც შემიძლია რომ ვანვითარო, არის დარჩენილი ეს მალინისფერი ჯემპრი და ვარდისფერი კარდიგანი. საქმე იმაშია და ეხლა რატო ვლაპარაკობ ამდენს, რომ ამ საღამოს ახლა არის 23 საათი და 35 წუთი. ანუ 12 საკლია 25 წუთი და მინდა ქსოვა, ხვალ მაქვს დასვენების დღე, დილით არსად არ მეჩქარება, ასე რომ შემიძლია გვიანობამდე ვქსოვო. და არ მინდა რომ გონებრივად დავიღალო რამეზე ფიქრით და ამ დროს აი ესეთი მაიმუნობა გამიკეთა ფისომ. ხო და ეხლა ვფიქრობ ამ შუაღამისას მაქვს თუ არა თავი იმისი რომ აი ეს საყელოსთვის ამოვიყვანო თვლები და მოვქსოვო. მაქვს თუ არა თავი იმისი რომ თუ საყელო არა მკლავი მაინც გავაკეთო და ვხვდები რომ არ მაქვს. არ მაქვს ამ ყველაფრის თავი. მაგრამ ქსოვა მინდა, თან გადაბმა არ მინდა. არ ვიცი რა გავაკეთო. კიდე ერთი ნივთი დამავიწყდა ყაიზნაღით, რასაც ვქსოვ. მაგრამ იქაც არ მაქვს თავი იმისი, რომ მინდოდა რაღაცა ფიქრის გარეშე ნივთი. ეგეთი მაქვს მხოლოდ ორი. ამის გარდა ყაიზნაღით და ვატყობ ახლა მივბრუნდები იმ ორ ნივთს. უბრალოდ რომ რაღაცა აუდიო წიგნს ვუსმინო, YouTube-ზე რაღაცა ფილმს ვუყურო და ეს აგერ არის.
გუშინ საღამოს დავიწყე ამის ქსოვა, საღამოს ლალამის უკვე ღამე და აი ეს მწვანე ზოლი არ მქონდა, გუშინ ანუ თეთრზე ვიყავი გაჩერებული და ამ თეთრის მერე მოვქსოვე აი ამხელა. აი ეს მონაკვეთი და რეალურად ესე იგი 1 2 3 4 გორგალი ძაფი გავხარჯე უკვე რაც მქონდა და აი ეს არის მდოგვისფერიდან დარჩენილი, რომელიც რო დამთავრდება უკვე მაქვს შემდეგი მომზადებული, ეს 2 წვერში უნდა მოვქსოვო, რადგან ის არის ძალიან წვრილი ძაფი და ეს არის Alize Lana Gold 800, რომელსაც 1 წვერში არ ვქსოვ, აი ესეც იგივე ძაფია და 2 წვერში ვქსოვ, რომ მეტრაჟით იყოს ერთი და იგივე, ანუ ფაინის მეტრაჟს ვაკეთებ, Lana Gold ფაინის და ნელა-ნელა იქსოვება ეს პლედი და ცოტავდება აი აქ ძაფები. როგორც კი ყვითელ ძაფს მოვრჩები, მერე მინდა რომ გამივაბა ეს, ოღონდ დღეს არ იქნება ეს უკვე დავაპაუზებ, რადგან სხვა რაღაცების ქსოვაც მინდა, მაგრამ ეს რო ვთქვათ გული ვიჯერე და დიდი პროგრესიც გავაკეთებ. ქსოვ ჰამანაკას ყაიზნაღით სულ გადაცუდა ზედ წარწერა, მაგრამ ქსოვა ესეთი პატარათი და აქ სხვა ზომები არც იგულისხმება ამ ნაბორში და ისედაც იგულისხმება რომ არის კონკრეტული ფერი, კონკრეტული ზომა. ყვითელი აკლია და ცალკე მიდევს, იმიტომ რომ რაფიის ძაფით ვქსოვდი რაღაცას და დარჩა project ჩანთაში და აქ მაქვს აი ესეთი აი ძალიან პოზიტიური ფერადი ნივთია და უზომოდ სასიამოვნოა ქსოვის პროცესი, მით უმეტეს ერთი ფერი რომ თავდება და ახალი რომ უნდა მიუერთო, მე ელოდები ახალი როდის დამთავრდება, რომ კიდე შემდეგი და ცოტა გაჩერება ძნელია. აი აქ დავამთავრე რიგი, ახლა წამოვალ ახალზე და აი ამ 2 ფერს როგორც კი მოვრჩები, მე უკვე გადავალ სხვა რაღაცის ქსოვაზე. ახლა არის პირველი 3 წუთი, ასე რომ ძალიან საინტერესო. დილიდან 1 საათია, საათნახევარი მაქსიმუმ, რაც ვქსოვ, ასე რომ ძალიან კარგი პროცესია, პლუს ამას უკვე მორჩი. ყავა, დავლია, ახლა ჭიქა უნდა გავრიცხო და აქ რა თქმა უნდა მარტო არ ვარ. ჩემი გამამხნევებელი ძალა აქაა და სხვადასხვა უცნაურ პოზებს. გამარჯობა, შიშუნია. ეს კბილები რა არისო, დამიტოვე აქ გარეთ. პატარა პროგრესი და სიახლეები, მოკლედ. საყელოზე ვიმუშავე, გუშინ საღამოდან მოყოლებული პატარა ნაწყვეტები კი გაგიზიარეთ, დავხურე ზედა ნაწილი, გავაფორმე, საიდანაც მე უნდა ამოვიყვანო თვლები პოლოსთვის, რატომღაც ამჯერად გადავწყვეტე რომ ისე გამეკეთებინა. და მოვქსოვე საყელო ორმაგი, ერთი მხარე და მეორე მხარე, ამ ადგილას მივაკერე. ესეც ანუ გადავწყვეტე რომ ამ საყელოში ყველაფერი იყოს ახალი, რაც მანამდე არ გამიკეთებია. ამ ადგილას ჩავკერე თვალში და უკნიდან მაქვს ადგილი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. ეხლა აი ეგ ძალიან ბევრი ძაფებია და დიდად არაფერი არ ჩანს.
მაგრამ გარეცხალზე როდესაც გადმოვატრიალებ, უკნიდან კარგად გაჩვენებთ. ესე იგი, რა ხდება აქ შემდეგი? მინდა რომ ეს ძაფები მოვჭრა, რადგან ცოტა უფრო დასრულებული ვიზუალისკენ წავიყვანო და ამოვიყვანო თვლები საყელოსთვის, რომ მოგხსოვო პოლოს ცნობილი საყელო გადმოწეული თავისი ამ სამკუთხედი ფორმით. და რატომ გავაკეთე ჯერ ეს დეტალი? იმიტომ რომ ვფიქრობ, აი ამ დეტალზევე ხო არ ამოვიყვანო, მაგრამ არა, ვფიქრობდი, რომ ამ დეტალზევე ამომეყვანა საყელოს ნაწილი, რომ ეს ადგილი არ ყოფილიყო ძალიან ღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც არ არის ძალიან ღია და თან ოდნავ თუ ღია იქნება შიგნი, თეთრი ფერის მაისური ძალიან მოუხდება, ან ნებისმიერ სხვა ფერის მაისური, ეს ოდნავ გახსნილი, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს ესე გაჩერდეს. ხო და შიგნიდან საყელო ძალიან ლამაზად იქნება, ანუ მომდგარი საყელო და ეს ცოტა ღია ვიდრე მაისურია. მოკლედ, ესეთია პროგრესი. მინდა რომ ახლა ამოვიყვანო საყელო, როგორც თქვი, და მე გადავიდე მკლავებზე. ესე გამოიყურება ძაფები, არაფერი არ მოკლებია. არაფერი არ აკლია ამ ბაბინებს. ბევრად უფრო მუქი ფერი გადმოიცემა, მაგრამ რეალურად ღია. ვზივარ ვუყურებ YouTube ბლოგერს კუტოვა კიკა ფინეთიდან. მოკლედ ძალიან საინტერესო და ლამაზი და ფერადი და პოზიტიური ნაკსოვები აქვს და თვითონ ტიპაჟიც ეგეთია, ძალიან მხიარული, პოზიტიური და ფერადი. რა თქმა უნდა, ჩვენი ტანდემი აქტიურია, მე და ფისო და დასვენების დღეს მაქსიმალურად ვირგებ. ეხლა გავაგრძელებ ქსოვას. იმედი მაქვს, რომ ამ ვლოგის ბოლოს კიდევ ერთ დასრულებულ ნივს გაგიზიარებთ, რადგან ერთი უკვე მაქვს, როგორც დასაწყისში ვთქვი, და მინდა რომ მეორეც მქონდეს. ნახოთ, შეიძლება ამ ვლოგის ბოლოს 3 მქონდეს, მაგრამ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ. მეორე ზუსტად ვიცი რომ ექნება ვარდისფერი ჟაკეტი და მესამე ეს თუ მოვასწარი მაგ დროისთვის, არ ვჩქარობ ამის მოქსოვას ნამდვილად, მაგრამ თუ მოვასწარი, ესეც მიემატება. ჯერჯერობით ძალიან მომწონს, რაც გამომდის. ამოვიყვანე თვლები საყელოსთვის, ვქსოვ ორ ფენად, რომელიც მე უნდა გავაერთიანო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვქსოვ ყველა რიგს ერთდრო პარალელურად, აღმოვაჩინე, რომ გადმოკეცვის მომენტში სხვაობა მექნება წინა და ქვედა ნაწილს შორის და ეს მომენტი უნდა გავითვალისწინო, რომ ლამაზად დაჯდეს საყელო. ეხლა ძალიან მომწონს როგორ გამოდის ფერი, საერთოდ არ გადმოიცემა, იმიტომ რომ საღამოა და ეს თბილი ბეჟი ფერი რაღაცნაირი მონაცრისფრო მომწვანო ჩანს და ვაფშე ჩემი ხელიც კი რაღაც სხვანაირი ფერია. ხო. მოკლედ ამას რაღაცა უნდა ვუშველო. ამ ყველაფერს ვაკეთებ 2.75 მმ ჩხირით, ეს არის ტულიპის ჩემი ყველაზე საყვარელი ნაბორი, რაც მაქვს და ხშირად სამსახურში ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ რას გსოვ ხოლმე ესეთი პატარა ჩხირებითო და რეალურად ძალიან ბევრ ამეს 3 მმ ჩხირით მოგხსოვე მთლიანი კაბა და ასევე ამ ნაბორიდან 3 მმ ჩხირით მოგხსოვე ყავისფერი ნაწნავებიანი ჟაკეტი. ეხლა 2.75-ით აგერ ვაფორმებ საყელოს და მოკლედ ძალიან ხშირად ვიყენებ 2.5 და 2.25-ით. ვქსოვ წინდებს და ხელთათმანს და 2 მმ სიმართლე რა ვთქვა, ჯერ არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ზედმეტად წვრილია და არ ვიცი ეგეთი წვრილით ჯერ რა შეიძლება მოგხსოვო. მოკლედ დავუბრუნდები საყელოს, ეს ძაფები დამალულია და არ მაქვს მოჭრილი. ამოვიყვანე თვლების შემდეგნაირად, რომ აი ამ ადგილას მაქვს საკმაოდ ვიწრო ადგილი და კარგად იკეცება ამის ხარჯზე ზუსტად ეს ადგილი. თვითონ ეს ნაკეთს კარგად იკეთებს, უბრალოდ აი
დაახლოებით 2-3 რიგი მექნება სხვაობა, რაც უნდა გავითვალისწინო სანამ თვლებს დავხურავ და სავარაუდოდ მოკლე რიგების ხარჯზე გავათანაბრო ეს მომენტი, რომ მე ესე არ დამიდგეს ხოლმე საყელო. აქ არ გამიკეთებია ესეთი ნამატები, რომ აქეთ წამომეყვანა, იმიტომ რომ პირიქით მომწონს, როდესაც გვერდზე მოდის საყელო და არის გადაშლილი და ეს იმდენად ეხლა ჯერ არ არის, როგორც შეიძლება რომ იყოს, ანუ მთლიანად როდესაც მოიქცევა და ყველა მიმართულებით ეს ადგილი გადაიკეცება, აი ეს მომენტი უფრო ლამაზად გამოჩნდება, რა კარგად არის ეს საყელო გაკეთებული. ეხლა რამდენიც მაქვს მოქსოვილი, ვფიქრობ, რომ ერთი მაგდენი კიდე მინდა რომ მოვქსოვო, რომ ზომაში საკმაოდ ისეთი ოვერსაიზი, დიდი ჟაკეტი, დიდი პოლო იქნება და მინდა რომ საყელოდ შესაფერის იყოს და არ იყოს მინიატურული ზომა, ასე რომ ჯერ კიდე ბლომად მაქვს აქსოვი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, არსად მეჩქარება. ამასობაში გავრეცხე ეს ჟაკეტი და უკვე მიკუჭულია იქ, იმიტომ რომ ეს პატარა ვაჟბატონი იწვა გვერდით. აქ მაქვს ყველა ის ნივთი, რომელსაც წინელი ზუსტად ეს პროცესი. გარეცხვა, ღილების მიკარება, დაბლოკვა და ესე მიწყვია, რომ არსად არ შევინახო და მქონდეს შესაძლებლობა, რომ ვნახო რა მაქვს გარეცხელი, რა მაქვს გასარეცხი და ასე შემდეგ. ამან პატარა თავისუფალი ადგილი იპოვა და მიწვა იქ. არ ვიცი რატო, თავიდან მეგონა რომ სველი მოწონდა, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს შალის სუნი, რა სპეციფიური სუნი აქვს რეალურად ნატურალურ ძაფებს, იმდენად მოწონს, რომ ვდებ ხოლმე აი ამ ნაკსოვებს გასაშრობად ზედაწვება. ესეც ამ წლის დასაწყისში მოქსოვილია და როგორც იქნა მოვიცალე რომ გამერეცხა, არის გრიბინოი მირინოსი, თან ქართულად არ ვიცი ეს როგორაა, მაგრამ ინგლისურად არის სუპერვოშ მირინო, რომ მოქსოვილი და გარეცხვის მერე არ ვიცი, იმ ხელაზე გაიწელა, რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა, ეხლა ველოდები როდის გაშრება, რომ ზომა დაუბრუნდეს. იქიდან აქ კიდე რაღაცის გარეცხვა შეიძლება და დადება, მაგალითად მომზადებული მაქვს ესეთი ქუდი, რომელიც დიდი ხნის წინ მოვქსოვე და მინდა რომ გავრეცხო, თუმცა ეხლა ცოტა არ იყოს მეზარება და ვფიქრობ შემდეგი ეს რო გაშრება და შემდეგი პარტიის გარეცხვის შესაძლებლობა მექნება, იმიტომ რომ 3 ჟაკეტია აქ, რომელიც ელოდება თავის დროს, გარეცხვა, გაშრობა, გარეცხვა, გაშრობა. ორთქლში გატარება და პლუს ღილები, შესაბამისად მექნება ესეთი ადგილები, რომ ესეთი რაღაცებიც გავრეცხო და გავაშრო, იმიტომ რომ მაქვს კიდევ წინდები, ასევე შავი ფერის მოქსოვილი და ეს არის ქუდი, არ ვიცი რამდენად მიხვდით, ეს არის ქუდი შავი ფერის, ეს არის წინდები, ასევე მაქვს მოქსოვილი ესეთი ჟილეტი, რომელსაც ასევე უნდა რეცხვა და ღილები. აქაც ყველაფერი უკვე დასრულებულია. ერთი წამით. ცალი ხელი ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ ვეცდები გავაკეთო. და მეორე მხარესაც ზუსტად იგივენაირად არის ყველაფერი. ეს არის ლანა გროსა ტერა, რომელიც უკვე მოხსნილია წარმოებიდან, ერთი გორგალი. თუ სწორად მახსოვს ერთი, ან მეორედან ძალიან ცოტა. ესეთი ჟილეტია,
რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს მაიკა თუ ღილებს დავაკერებ და დავაფიქსირებ და ტემოზე ჩავყარე კალათაში რამდენიმე ღილი, რომელიც მომწონს და მინდა რომ გამოვწერო. აქ მკლავები მაქვს, ესე იგი მოქსოვილი და მერე თვლები დახურული. მაგრამ ძალიან საინტერესოდ მაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ხა ვერ ხვდები რანაირად გავაკეთე, იმიტომ რომ ზოგადად ყაიზნაღით ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ აქ ყაიზნაღი არ მაქვს გამოყენებული. პლუს ამას მაქვს ჯიბეში ჩამალული ძაფის გადაბმები და მოქსოვილი პლანკა. ქვედა ნაწილი არის შეკეცილი და ჩახურული თვლები და პლანკა არის მთლიან წრეზე ვეფორმის საყელო, მოკლედ გარეცხვა ამასაც არ აწყენდა და ღილების მიკერება, რომ სანამ ზაფხულია ვატარო ეს მოქსოვე შარშან და იმის მერე ესე დევს და ელოდება თავის ბედნიერ მომენტს. ნუ როგორც ხედავთ, ესე იგი 3 ნივთი მარტო აგდებს, რომელსაც ჩემი ყურადღება ჭირდება და 3-იც იქ. 2-მა უკვე მიიღო ჩემი ყურადღება. აქეთ დევს ჟაკეტი, რომელზეც ანუ როგორც ხედავთ, მკლავი უკვე მოქსოვე და მეორე ამოსაქსოვი და ამით დასრულდება ეს ამბავი. ამას ჯერ არ შევხები ვარ, ისევე როგორც აი აქ ჩემს იდეალის ზაფით დაწყებულ ნივთს ჯერ არ შევხები ვარ. მთელი ჩემი ენერგია დავუთმე ყავისფერ ჟაკეტს და დავასრულე და ახლა მუშაობ პოლოზე და პლუს ამას საკმაოდ აქტიურად ვიმუშავე აი ამ ცალი ხელით ყველაფრის კეთება არის უზომოდ რთული. გავშალოთ. მთლიანი ზომა მინდა გაჩვენოთ ამ მომავალი პლედის. აი ესე გამოიყურება ახლა და აი ამ მომენტიდან ზევით არის გუშინ და გუშინწინ მოქსოვილი გუშინწინ საღამოს დაწყებული და გუშინ შუა დღემდე ვქსოვდი ამას, სხვა არაფრის ქსოვა არ მინდოდა. ხოლო უშუალოდ ძაფები იმდენად შემცირდა, რომ ნახევარი ჩანთა უჭირავს უკვე. ხო და როდესაც მოვვრჩები ამ ყველაფრის ქსოვას და გავხარჯავ აბსოლუტურად ყველა ძაფს, მერე დაველოდები სხვა ნარჩენებს, რადგან მსგავსი ძაფები კიდევ მაქვს აი აქ. ოღონდ აქ არ არის ნარჩენი ძაფები, არამედ არის შეკვეთებისთვის ვთქვათ და მომიფრინდა შეკვეთა, რომ არ ვეძებო ძაფები მაღაზიებში. მექნება მაქვს მარაგები და ასევე აი აქ მაქვს alizé alpaca royalis ნარჩენები, რომლითაც რაღაცა უნდა მოვხსოვო. ჯერ არ ვიცი რა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ რაღაც საინტერესო. სავარაუდოდ ჯემპრი, იმიტომ რომ ბევრია და ვფიქრობ რომ ძირითად ძაფს ავიღებ რამეს, რითიც მოვხსოვ ამ ყველაფერს. პლუს ამას ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაგიზიარეთ აი ესეთი ბამბის ძაფი, რომელიც არის ულამაზესი ხაკისფერი და მინდა რომ აი ამ რა თქმა უნდა ფისო მზედ იარა უკვე და მთლიანად კატის ბეწვებზე მე მივხედა ამ ყველაფერს. ანუ ამითი ვფიქრობდი რომ მომექსოვა მოსაცმელი და ეს იდეა ჯერაც არ მაქვს. ნახეთ აი რა უბედურებაა, ფისუნი არა. ჯერაც არ მაქვს ეს იდეა ბოლომდე გაფორმებული გონებაში რომ მოვხსოვო, როგორი მოვხსოვო, ანუ ვერ ვიწყებ იქიდან გამომდინარე ჯერ არანაირი სრულფასოვანი იდეა არ მაქვს, მაგრამ რაც მთავარია, ძაფი მაქვს. ის მირინოსიც ელოდება ასევე თავის ბედნიერ მომენტს. ისევე როგორც აბსოლუტურად ყველა ძაფი ჩემს არსენალში.
დავამთავრე თვლების დახურვა და საყელოს საერთოდ ქსოვა. გარეცხომდე და ორთქლში გატარებამდე გამოიყურება აი ასე, უკვე მოვიზომე, ისეთი ფუმფულა საყელო გამოვიდა. და რატომღაც დამიფიქრა, რატომ არ გავაკეთე მთლიანი ჯემპრი აი ეს ძაფი ორ წვერში, იმიტომ რომ ესეთი ფუმფულა საყელო ძალიან მოუხდებოდა. ანუ იმას არ ვამბობ, რომ ეხლა არ უხდება, უბრალოდ კიდე უფრო კარგი იქნებოდა. უზომოდ განიერი ნივთია, ანუ აი ძალიან დიდი თვლების რაოდენობა მაქვს თავისუფალი დგომისთვის, პლუს ამას გარდა იმისა, რომ ხარი კარგად გადადის, აი ამდენით გადადის ხრის წერტილიდან, პლუს მაქვს ნამატები გაკეთებული და იღლიის ჭრილში მაქვს დამატებული თვლები. მოკლედ, ანუ ძალიან ოვერსაიზი ნივთია, მაგრამ ჩანო ფიქრიც ხომ ეგ იყო, რომ მაქსიმალურად დიდი ფარტხუნა და ისეთი გემრიელი სახმარი ნივთი გამოსულიყო. მიზანით ჩავთვალოთ, რომ მიღწეულია. საყელო მზად არის, შემდეგი ეტაპი არის მკლავები და მკლავებისთვის ჭირდება, რომ თვლები ამოვიყვანო და მოკლე რიგები გადავანაწილო, ყველაფერი ჩავიწერო, რომ იდენტური მოვგზავნო მეორე. გონებაში მაქვს ესეთი რატომღაც აზრები, რომ მკლავი ხო არ მოვგზავნო საერთოდ ცალკე და მე ჩავკერო, ანუ მიკერებული მკლავი გავაკეთო ვტაჩნოი რუკავ, რასაც ეძახიან. ხო და როგორც კი ჩამოვყალიბდები, რომელი გავაკეთო, ეგრევე დავიწყებ მკლავის ქსოვას. მოკლედ საყელო ისეთი განიერი დიდი გამოვიდა, როგორიც მინდოდა, რომ გადაკეცილი ზურგზე გაჩერდეს გადაკეცილ მდგომარეობაში და მოკლედ ძალიან ისეთი ბუთქუჩაა. ვფიქრობ, რომ შემდეგი პოლო, რასაც მოგსოვ, არ გავაკეთებ ორმაგ საყელოს, გავაკეთებ უბრალოდ პოლუპატენტნაირი ზინკას. ეგეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ისეთი სქელი და მკვრივი საყელო მივიღოთ. ამ შემთხვევაში ეს ძალიან ისეთი ბუთქუჩა საყელო გამოვიდა. მაინტერესებს ძალიან გარეცხილი როგორი იქნება. სამწუხაროა, რომ ფერი არ გადმოიცემა. ეხლა რაღაც ძალიან მონაცრისფროა. არა და ძალიან ლამაზი თბილი ფერი ჯდება. ანუ ეხლა აი კადრში რა ფერიც ჩანს, ზუსტად ეგ ფერია აი ეს ბაბინა. ბუსუსებიანი. მაგრამ ერთად კომბინაციაში რაღაცა შუალედურ თბილ ფერს იღებს. რაღაცა აი ესეთი. აი ესეთი. მოკლედ, ახლა დავისვენებ. მე მგონი, რომ საკმაოდ ისეთი კარგი პროგრესი მაქვს აბსოლუტურად ყველა ნივთზე და ხვალისთვის უნდა მოვიფიქრო სამსახურში რა სწავიღებ. 2 დღე ვმუშაობ და რაღაცა მჭირდება, რასაც იქ მოვგსოვ, რადგან ისეთი პატარა პროექტი არაფერი არ მაქვს, თუმცა მაქვს იდეა და ახლა გაგიზიარებთ რა იდეა მაქვს. მოკლედ, რაღაცა პატარა შემოფრინდა სახლში. და შეძრა იქ. ჭიამაიას ძმაკაცია რა, ძალიან პაწუკა რაღაცაა და ალბათ 1.5 საათზე მეტი ასე დარაჯობს და ელოდება იქიდან როდის გამოძვრება. აქ სიახლეები მაქვს 2 ბაბინე, რომელზეც მე ვისაუბრებ. მაგრამ ახლა მინდა ვისაუბრო აი ამ ძაფზე. აი ესე ძალიან რიჟა კადრში რეალურად ბევრად უფრო რაღაცნაირი ჟანგისფერია და თან უფრო აი რაღაცნაირი წითელი აგურისფერი. მაქვს 150 გრამი, აქ ალბათ ახლა უკვე არის სადღაც 130-135 გრამი და ვფიქრობ, რომ რაღაცა მოვიქსოვო ამითი სამწვერში. შემადგენლობა აღარ მახსოვს. მერინოს 100% მერინოსი 1500 მეტრი 100 გრამზე. მაქვს დაახლოებით 125 გრამი, შეიძლება ცოტა მეტიც. და სამწვერში ვფიქრობ ამის გამოყენებას, აი ფერი. საერთოდ არ გადმოიცემა, აი საერთოდ. მოდი. არა. დღის შუქზე ვეცდები ფოტო გადავუღო. ხო და ვფიქრობ, რომ რაღაცა მინდა მოვიქსოვო ამით, აი რაღაცნაირი შალი მინდა მოვიქსოვო, ან სამკუთხედი ბაქტუსი.
აი რაღაცა ეგეთი მინდა რა. პარალელურად ძალიან მინდა სოფი ჰუდი, კაპიშონი. რაც მქონდა ადრე მოქსოვილი. გაზალის ზაფით და პლუს ბეიბი ალპაკა პოლიამიდზე და იმ მსგავსის გამეორებაც მინდა. მაგრამ ვნახოთ რა მოვხსოვს საბოლოო ჯამში. მოკლედ აი ამას უტრიალებს და უტრიალებს. რატო შეგეშინდა ეხლა ჩურჩუდო? ნიაკცი არაკ. აი ამ ბაბინას გავაცარიელებ, ზუსტად დარჩა იმდენი, რომ ღილების მიკერება შევძლო. და კიდევ ერთი ბაბინა იქნება ცარიელი. მე რას უზამ ამ ბაბინებს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მესამე ბაბინა იქნება გაცარიელებული. ბუშო, ერთი წუთით ვიდეოს. მაგრამ ამას დავდებ. მუშაობ მოკლედ პოლოზე. საყელო უკვე დავამთავრე და არ მიჩვენებია არც ერთ კადრში. მოკლედ შემკაჩიჩილით მე. ეს ორმაგი ფენით არის გაკეთებული, ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა ვქსოვ მკლავს და მაინტერესებდა რამდენი დამრჩა დამთავრებამდე. ბევრი არ დამრჩა, 2 მოკლება დამრჩა რეალურად და 16 რიგის მერე ვაკეთებ მოკლებებს, შესაბამისად დამრჩა 32 რიგი. თმაშრება, ასე რომ არ ვიმჩნევთ. მეორე მკლავს მოგხსოვ ანალოგიურად და იქიდან გამომდინარე რომ მეცოდინება რამდენი მოკლება მაქვს გაკეთებული ამ მკლავში და ვიცი მათ შორის რიგების რაოდენობა, უბრალოდ მეორე მკლავი ძალიან სწრაფად მოიქსოვება. ოვერსაიზია ძალიან, ანუ დაჟე არ ჩანს იმდენად, ანუ არ მაქვს საყვარისი სიგრძის ლესკა რო გავშალო, პლუს ამას ძალიან ბევრი ნაკეცია, თუ გავითვალისწინებთ რომ აი ეს არის ჩემი ზომა. და აქეთ არის ეს თავისუფალი და მეორე მხარესაც რა თქმა უნდა ანალოგიური მაქვს. არის ძალიან კბენი, ანუ ეხა გასაგებია კიდევაც ძალიან ცხელა და იკბინება, მაგრამ უზომოდ თბილია შესაბამისად, რადგან იკბინება და მეორე მკლავის მოქსოვის მერე უბრალოდ სიგრძეს მოგხსოვ. სიგრძეს ვფიქრობ, რომ სადღაც აი აქამდე მაინც მოვხსოვო. აი შეიძლება ხო რაღაცა აი ესე, ცოტა ოვერსაიზი რო არის, მინდა რომ არ იყოს მოკლე. მინდა იყოს გრძელი და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამომადგეს, აი როცა არიცი რა ჩაიცვა, უცებ გადაიცვა ზემოდან და ძალიან ისე ბედნიერად იყო, იმიტომ რომ არის დიდი, არ გზღუდავს მოძრაობაში, არის ძალიან თბილი, შიგნიდან შეიძლება ესეთი არა, უფრო დახურულყელიანი მაიკა, რომელიც ძალიან ლამაზი იქნება. მოკლედ ესეთი გამოდის. დავამთავრე ერთი მკლავი. დავასრულე აი ესე, ანუ მოვხსოვე სიგრძე და მე წვრილი ჩხერით შეეკეცვა და ნემსით გავკერე. საყელოთი ვარ იმდანად აღფრთოვანებული, რომ ყოველ ჯერზე მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება. მაგრამ ახლა ვიწყებ მეორე მკლავის ქსოვას. უნდა ამოვიყვანო თვლები, ჩაწერილი მაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, კიდე კაი ძალიან მარტივად იქსოვება ეს მკლავი. ჩაწერილი მაქვს ყველაფერი, მეორე მკლავი როგორ უნდა გავაკეთო. გუშინ დავიწყე სამსახურში ამ მკლავის ქსოვა, დღეს უკვე დავამთავრე, შესაბამისად იმედი მაქვს, რომ ხვალ უკვე მკლავი მზად მექნება და უბრალოდ გადავარ ისეთი წყნარი ტემპით სიგრძის ქსოვაზე. და დღეს ასევე მინდა ვარდისფერ ჟაკეტზე ამოვიყვანო მკლავი და იმასაც აუცილებლად გაგიზიარებთ. აქ მაქვს ჩემი ძაფი და ახლა მოვხსოვ ამას. რა თქმა უნდა, აივნის ხედებით ვარ. ასეთი სიმწვანე მაქვს წინ, უკან ნაძვი და მთელი აივანი ჩაფლულია აი ამ
ყურძენში. მოგსოვე ერთი მკლავი, ეს არ მიჩვენებია მე მგონი ვიდეოში, მაგრამ ვთქვი რომ დავამთავრე. მარკერებით აქვს მონიშნული მოკლებების რიგები და ორთქლში რა თქმა უნდა არ არის ჯერ გატარებული, ფერები იცვლება. ამოვიყვანე მეორე მკლავი, როგორც ერთ-ერთ ნაწყვეტში ვამბობდი. და ძაფი დამიმთავრდა. მაგრამ ამ შემთხვევაში თავი დავიზღვიე წინასწარ და უკვე მაქვს ნაყიდი ძირითადი ძაფი, რომელიც არის ნაკო ფურვული. ახლა გადავაბამ და დავიწყებ ქსოვას. როგორც ნახეთ, მოკლედ ძალიან საინტერესო პერიოდი მქონდა, თუმცა ვიდეო ვერ გამოვაქვეყნე იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა, დილით ადრე გავდიოდი საღამოს, შემოვდიოდი გვიან და აი ეს დღის მონაკვეთი ვერ ვიპოვე, როდესაც კომფორტული იქნებოდა ესე კამერასთან დაჯდომა და გადაღება. მისალმება და მშვიდობების გარეშე ვიდეოს გამოქვეყნება, რატომღაც არ მინდოდა, შესაბამისად მოვითმინე. და დღეიდან უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვარ შვებულებაში სექტემბრის პირველ კვირამდე და მოვიცალე ვიდეოსთვის. რეალურად ეს ვიდეო, რაც უკვე იხილეთ, მომზადებულია ერთი კვირის წინ და უკვე მაქვს მეორე ვლოგის ეპიზოდები, რისთვისაც ასევე გადავიღებ მისალმება დასრულებას, უბრალოდ დღეს არა, მასე ძალიან იქ არ მიჩქარება, ჯერ ეს არის საჩქარო. პირველ რიგში, რაზეც მუშაობდი, მინდა რომ გაგიზიაროთ ვიდეო ნაწყვეტებით უკვე მიხვდით, რომ ყავისფერი ჟაკეტი დავასრულე, გავრეცხე, გავაშრე, მოკლედ ყველანაირად მოვაწესრიგე და ყველაფერთან ერთად ღილებიც მივაკერე. ასე რომ მინდა გაჩვენოთ უკვე დასრულებული ვერსია. აი ესე გამოიყურება ღილები. აბსოლუტურად ყველაფერი მკლავი, სიგრძე, გარეცხილია, ორთქლში არ არის გატარებული და ეს ზედანაწილი უფრო განიერია ვიდრე ქვედა. მაგრამ ეს მოგვარებადია, რაც გავატარებ ორთქლში მკლავებსაც და აი ამ ნაწილის ქვემოთაც რომ სიგანის კუთხით იგივენაირად იყოს, რაც ზედა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი რბილია, როგორი ფაფუკია, როგორი საერთოდ არ იგრძნობა კანზე, არც იკბინება, ანუ აი ბატკნის ბეწვი, ლემპსფულ, ანუ აი არაჩვეულებრივია. რაც მთავარია, ჩემი ეპოპეა ძაფის ყოფნა არ ყოფნაზე მსჯელობის დასრულდა. ზუსტად დამრჩა დაახლოებით 3 გრამი ძაფი მას მერე რაც ღილები მივაკერე. 300 გრამიდან, ანუ აქ არის წასული 297 გრამი და ეს დაკეცილ მდგომარეობაში idו აქ პატარაზე უკვე ნაკეცი გაიკეთა. ანუ აი ძალიან მომწონს ესე გამოიყურება უკნიდან, ეს არის კლასიკური მხრები, არც იაპონური და არც სხვა რამე, არც რეგლანი და ასე შემდეგ, ანუ კლასიკური მხრებია, მიკერებული, იმიტაცია მიკერებული მკლავის, რომელიც აი ესე გამოიყურება, აი ძალიან კარგად გადმოიცემა ნაკსოვი ფაქტურა კამერაში. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნივთით და ძალიან მიხარია რომ მსგავსი ნივთი მაქვს უკვე გარდირობში. ეს იყო, არ ვიცი, რამდენი ხნიანი ისტორია იყო ამ ნივთის. თუ ჩემ ვლოგებს უყურებთ, იცით კიდევაც რომ თითქმის მოქსოვილი კარდიგანი დავარღვიე, იმიტომ რომ ძაფი არ მეყო, გადავიანგარიშე და თავიდან მოქსოვე და მაინც ეჭვებში ვიყავი რომ არ მეყოფოდა ძაფი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი იდეალურად არის. მეყო იდეალურად ღილები, აი ეს ღილები გამოვიწერე ტემუზე, თუმცა რატომღაც მახსოვს რომ გამოვწერე ბევრად უფრო მუქი. მაგრამ ჩამოვიდა ეს.
ან მე მოვნიშნე რამე არასწორად, ან გამომიგზავნეს არასწორად, ან ორივე გამოვიწერე ღია და მუქი და ჩამომივიდა ჯერ ღია და მუქი გზაშია. ანუ ცოტა ვერ გავიგე ეს მომენტი. თუმცა ნივთი უკვე დასრულებულია, ეჭვმეპარება ეზღილები მოვარღვიო და თავიდან სხვა მივაკერო, უკვე ძალიან მომწონს როგორ გამოიყურება. სიმართლე რო ვთქვათ, უკვე მინდა ეს შემოდგომის სეზონი, ცოტა ისეთი გრილი საღამოები, თუნდაც დღე, რომ ეს აი მაიკა რო გაცვია და ზემოდან რო გინდა რაღაცა მოიხურო, რომ ისე ირნო ქალაქში, აი შემოდგომა არის ჩემი საყვარელი სეზონი და მე მგონი ფერებში ყველაზე მეტად მეტყობა და ჩემი ყავა. დღეს ცოტა სტრესული დღე მქონდა, არ ჩავღრმავდები რატო, იმიტომ იოიოსოში ფასდაკლება მქონდა, შევიარე და მოკლედ ორი ესეთი ლამაზი ჭიქა ვიყიდე, რომელიც ჩემს განწყობას ცოტათი უშველის თქო ვიფიქრე. სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი არ უშველა. უშველა პროსტად რომ. მოკლედ. მაქვს ახალი ჭიქა, ორი ცალი, ანუ ვიფიქრე რომ დუეტი ჭიქების იქნებოდა ძალიან კარგი, ძალიან ლამაზია. თუ მოგწონთ, შეგიძლიათ იოიოსოში შეიაროთ, ფასდაკლებებით არის. ორი ცალი 19 ლარი ღირდა, რაღაცა 40%-იანი ფასდაკლებით, მაგრამ იმდენად მომეწონა და თან მიყვარს ესეთი ჭიქები, რომლებიც არ მეორდება. ანუ ეს ორი ცალი მაქვს და всё, მეტი ესეთი არ მაქვს და ძალიან მომწონს ეს იდეა და თან პლუს ამას აი აქ როგორც აქვს ფერის გადასვლა, ეს გლაზურის ესეთივე დიზაინით მაქვს იუსკში ნაყიდი თეფშები, არა, იუსკში არ არის ნაყიდი. Walmart City Mall-ში არის მაღაზია ჭურჭლის ძალიან კარგი, არ მახსოვს ზუსტი სახელი. აი ძალიან გრანდიოზული ფასდაკლება ჰქონდათ 3 წლის წინ, იქ ვიყიდე რაღაც ჭურჭელი, იმის მერე იქ ჭურჭელი აღარ შემხვდა, არა და ვიყიდე 4 ცალი, მინდოდა 2 წლის დამატება კიდე და ფიზიკურად არ არის. მოკლედ ერთი ჭიქის ჩვენებას ხედავთ რამხელა ისტორია მოყვა. ამასოდეს ჩემი ყავა გაცივდა. გადავიდეთ შემდეგ ნივთზე, ეს არის პოლო, რომელსაც ასევე აქტიურად ვქსოვდი ამ ვიდეოების ჭრილებში და გიზიარებდით. მინდა გაჩვენოთ ჩემი განვითარება, რადგან მაქვს საკმაოდ დიდი განვითარება, აი იმდენად დიდი განვითარება, რომ თითქმის დასრულებულად გრძნობს ეს ნივთი თავს. ნივთი გამოიყურება აი ასე, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მე წინა ვლოგში რა გაჩვენეთ, მე მგონი მხოლოდ საყელო. ამ ვლოგში უკვე გიზიარებთ მოქსოვილ მკლავებს. ორივე მხარეს. ორივე მკლავი მაქვს და დამრჩა მხოლოდ სიგრძე. და არის უზომოდ განიერი ნივთი. მაგრამ ზუსტად ეგეთი მინდოდა ნივთი, რომელიც აი საბანივით გაცვია, აი დიდია და არანაირად არ გზღუდავს და არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი დიდი აქვს ტანი, ვიფიქრე, რომ ძალიან დიდი და განიერი მკლავები არ მოუხდებოდა და მკლავები ზომიერად განიერი გავაკეთე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მხარი არის საკმაოდ დახრილი და ჩემ მხარზე სადღაც აქამდე ჩამოდის. ანუ აქედან აქამდე განიერი მკლავი, დიდად არ მომწონდა იდეა. საყელოს რაც შეეხება, აქ არ მაქვს ღილი გათვლილი, რადგან არ არის დიდი ჭრილი, ანუ აი ამ ნაწილამდე არის ჭრილი, შესაბამისად იყოს ესე გაშლილი, ძალიან მომწონს. არც დაორთქლილი არ არის, არც გარეცხილი არ არის. უბრალოდ ქსოვის პროცესშია და ვფიქრობ, რომ გარეცხვას არ ვიჩქარებ, ბარემ დავასრულებ. და მერე უკვე ერთიანად გავრეცხავ. წინა ვიდეოში ან ჭრილებში სხვათა შორის ვთქვი, რომ აი აქ მკლავი, ანუ არის მოქსოვილი, შეკეცილი და მერე აქ ნემსით დახურული და ზუსტად ესევე ვფიქრობ, რომ აქ ბოლოში გავაკეთო დაბოლოება. ძაფს რაც შეეხება, არაფერი არ ეტყობა, რომ ამ ძაფით იქსოვება. აი თითქოს არც შევხები ვარ, არც მოკლებულა არაფერი. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესი. ხო და ესე გამოიყურება. მოკლედ, თითქმის დასრულებული ნივთია. შემდეგი, რაზეც ვმუშაობდი, საკმაოდ აქტიურად, ეს იყო ჩემი ვარდისფერი ჟაკეტი, რომელიც დავამთავრე.
და ამ ვიდეოში დასრულებულს არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ნაწყვეტი გარეცხვის გაშრობის უკვე შემდეგი ვიდეო ვლოგისთვის მაქვს მომზადებული მასალა. და როგორც კი გაშრება სრულად, იმიტომ რომ ეხლა ოთახშია და როგორც აი ეს ყავისფერი ჟაკეტი შრებოდა ზუსტად ესეთივე პოზიციაში შრება, როგორც კი იქნება უკვე სრულად მშრალი, მივაკერებ ღილებს, რომელიც მაქვს უკვე ნაყიდი, ქოქოსის ღილები დიდი, 25 თუ 30 მმ-იანი და საბოლოო ჯამში იქნება დასრულებული ნივთი, რომელსაც გაგიზიარებთ უკვე შემდეგ ვიდეოში. პლუს ამას რამდენიმე დაწყებული ნივთი მაქვს, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ შემდეგ ვიდეოებში. და ამ ვიდეოს უკვე დავასრულებ, რომ ძალიან არ გაიწელოს. ვიდეოები უკვე გამოვა ხშირად, იმიტომ რომ შვებულება მაქვს. თითქმის 3 კვირა გამიგრძელდება ეს შვებულება, შესაბამისად ვეცდები, რომ 5 დღეში ერთხელ ვიდეოები გამოვა ქვეყნო. და არ დავკარგოთ ერთმანეთი და მიკომენტარეთ, მოგეწონათ თუ არა ჩემი დასრულებული ნივთები, რომელიც გაჩვენეთ მხოლოდ ერთი, მაგრამ განვითარება მეორეზე საკმაოდ დიდი მაქვს, ვარდისფერი ჟაკეტი რეალურად დავამთავრე, მაგრამ არ გაჩვენეთ. და ასევე კომენტარებში დამიწერეთ, რამე თემა თუ არის, ანუ ეს ქსოვით YouTube-ზე, რომელის მსგავსიც გინდათ რომ ჩემს არხზე იხილოთ, ანუ რაიმე გამოკითხვა, რაღაცა ჩემს შესახებ თუ გინდათ რომ რაიმე გაიგოთ, ანუ შეგიძლიათ კითხვები დამიწეროთ, რაზეც სიამოვნებით ვიდეოს სახით გავცემ პასუხს, ასე რომ ვიყოთ ერთმანეთთან მაქსიმალურად კონტაქტში, კომუნიკაციაში. ველოდებით თქვენს კომენტარებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში, გისურვებთ ყველაფერს კარგს, სიმშვიდეს, სიწყნარეს, ბევრ თავისუფალ დროს საყვარელი ჰობისთვის, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის!